ჩვენ ამოვიღეთ კრიტიკული რასის თეორიის შხამი ჩვენი საჯარო სკოლებიდან და ხელი მოვაწერეთ ბრძანებას, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკას ასახელებს, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამრობითი და მდედრობითი. განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 4 მარტს კონგრესში გამოსვლისას. თანამდებობის დაკავებიდან მალევე მე ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს საჯარო სკოლებში ჩვენი შვილების ტრანსგენდერული იდეოლოგიით ინდოქტრინაციას. მე ასევე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომ შეწყდეს დაფინანსება ნებისმიერი დაწესებულებისთვის, რომელიც ეწევა ჩვენი ახალგაზრდების სქესობრივ დასახიჭრებას. ახლა მინდა რომ კონგრესმა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს დადანაშაულებრივ ქმედებად გამოაცხადებს სქესის შეცვლას ბავშვებში და სამუდამოდ დაასრულებს ტყუილს, რომ ნებისმიერი ბავშვი არასწორ სხეულშია ჩარჩენილი. ეს დიდი სიცრუეა და ჩვენი გზავნილი ყველა ბავშვისთვის ამერიკაში არის ის, რომ თქვენ ხართ სრულყოფილი ზუსტად ისე, როგორც ღმერთმა შეგქმნათ.